ამბის რამდენიმე გადამღები ჯგუფი მუშაობს ადგილზე. ახლა ჩვენ პირდაპირ ეთერში ჩავთავთ თათია ტაბეშაძეს. თათია, პირდაპირ ეთერში ხარ, როგორია ბოლო ინფორმაცია ადგილი? შენ პროსტა იყავი აქაურობაზე. დიახ, ამ წუთებში ჩვენ ვიმყოფებით პრეზიდენტის სასახლის მიმდებარედ. პირველ რიგში საუბარს დავიწყებ იმით, რომ ჩვენს გადამღებ ჯგუფს გაურკვეველი სახის ნივთიერება სითხეშიას ხესთვალის არეში დაშავებულია ჩვენი ჟურნალისტი შალვა სუმბაძე და ჩართვის ოპერატორი ნიკა ცირიკიძე. ახლა მათ სჭირდებათ, ასე ვთქვათ, სამედიცინო დახმარება. იყო გარკვეული შელაპარაკება თავად აქტივისტების მხრიდან. ეს არ იყო პირველი შემთხვევა დღეს, მათ შორის ჩვენი გადამღები ჯგუფის მიმართაც ჰქონდა ადგილი უშუალოდ მათი მხრიდან პრეტენზიებს და უკმაყოფილებას და გვიკრძალავდნენ გადაღებას. გვეუბნებოდნენ, რომ მათი სახეები არ უნდა გამოჩენილიყო. ძირითად შემთხვევებში იმის მიუხედავად, რომ მათ ჰქონდათ ისედაც ნიღბები და იყვნენ აღჭურვილები სპეცსაშუალებებით, მაინც გვიკრძალავდნენ გადაღებას და პრეტენზია ჰქონდათ ამ მხრივ ჩვენ მიმართ, რომ არ უნდა დაგვეფიქსირებინა ვიდეო ჩანაწერზე მათი სახეები, მაშინ როდესაც გარკვეული სახის ნივთებს ისროდნენ სხვადასხვა მიმართულებით. როგორც უკვე გითხარით, ამ დროისთვის ჩვენი ჟურნალისტს და ჩართვის ოპერატორს უტარდება სამედიცინო, ასე ვთქვათ, მეთვალყურეობა. მე გადავწყვეტ როგორ დავდგე, მოდი რა. ხომ შეატრიალო კამერა. ხო შეატრიალო. არა, ვერავინ ვერ მომთხოვს საით შევატრიალო კამერა. ბარიკადთან. ბარიკადი უნდა გადავიღო და მაგიტო ვდგავა რა. და ხალხს იღებ, ხო შეატრიალო. ხალხს არ ვიღებ, ვიღებ მიმდინარე პროცესებს და თუ შეიძლება ხელს ნუ მიშლით. ხელს ნუ მიშლით. პირველი არ ხარ. ხელს ნუ მიშლი. უკვე. კაი, ეხლა ამ წუთებში წყლის ჭავლი და გაზის საშუალებები არის, ასე ვთქვათ, ამოქმედებული. მანამდე ამ ტერიტორიაზე იყო სხვადასხვა ნივთებს ეკიდა ცეცხლი. აქციის მონაწილეებმა დაწვეს აქ არსებული ტექნიკა, ინვენტარი, უფრო სწორად აქ არის მიმდებარედ კაფეები და მათ შორის მისი სკამები და მაგიდები, ნაგვის ურნები, ქოლგები და ასე შემდეგ. ისევე როგორც მანამდე, როდესაც გადმოინაცვლეს ზოგადად პრეზიდენტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, იმ შემთხვევაშიც ასე ვთქვათ, ფილები იქნა ამოყრილი ქუჩაში და ამ ქვებს ისროდნენ მობილიზებული სპეცრაზმის მიმართ. ასევე გამოიტანეს კერძო დაწესებულებიდან, კერძო ობიექტიდან სამშენებლო ობიექტი იყო და სხვადასხვა სახის რკინები, მეტალის ნივთები, მათ შორის იყო მძიმე საშუალებები, რომელთაც ჩახერგეს თავდაპირველად გზა, რომელიც მათ აკავშირებდათ სპეცრაზმთან. ამის შემდეგ უკვე ისროდნენ ქვებს და დაიძაბა ბუნებრივი ავითარება. ამის შემდეგ ამოქმედდა წყლის ჭავლი. იყო გაზიც. ამ დროისთვის კადრში ხედავთ თქვენ ასევე ჩახერგილ ტერიტორიას. მე მინდა უთხრა მაყურებელს, რომ თავად აქციის მონაწილეებს შორის იყო გარკვეული შელაპარაკება, დაპირისპირება იმასთან დაკავშირებით, რამდენად არის ეს სწორი ფორმა უშუალოდ, ასე ვთქვათ, პროტესტის გამოსახატავად და ჩვენ გვაქვს ამის ამსახველი კადრები, მათი დაპირისპირების შესახებ. ისინი ითხოვდნენ ლიდერებსაც, მათ შორის, რომლებიც აღარ ჩანან. ამ ყოველ შემთხვევაში ამ ტერიტორიაზე არ ჩანს არც ერთი ლიდერი და მე აქვე შევახსენებ ჩვენს მაყურებელს, რომ ეგრეთ წოდებულ მშვიდობიან დამხობას, რომელიც ფაქტია სახეზეა, რომ არც ისე მშვიდობიანად გამოიყურება, როგორც ისინი გეგმავდნენ. სათავეში ედგა პაატა ბურჭულაძე მსოფლიობანი და ნაციონალური მოძრაობა. დღეს წარადგინა კიდეც პაატა ბურჭულაძემ თავისი საორგანიზაციო
კომიტეტი, რომლის შემადგენლობაშიც იყო მათ შორის ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი მთავარი სახე მურთა ზოდელავა, ყოფილი მთავარი პროკურორი და სწორედ ისინი გამოვიდნენ სიტყვით მათ შორის სცენაზე თავისუფლების მოედანზე დღეს, როდესაც აცნობდნენ შეკრებულ საზოგადოებას თავიანთ გეგმას და ამბობდნენ, რომ ეს იყო ეროვნული კრება, რომელთაც ირჩევდნენ ასე ვთქვათ ხალხის სიტყვით ახალ ხელისუფლებას, ხოლო ქართული ოცნება მოიხსენიეს ხუნტად და თქვეს, რომ თავად აქვს უკვე ძალაუფლება და მათ უნდა დაემორჩილოს აბსოლუტურად ყველა ინსტიტუცია თუ უწყება მოუწოდეს მათ შორის შინაგან საქმეთა სამინისტროსაც ჰქონდათ მსგავსი მოწოდებები, რომ დაამორჩილებოდნენ. ახლა რასაც ხედავთ, კვლავ არის დაძაბული ვითარება, აქციის ერთი ნაწილი რჩება ადგილზე და თავიანთ პროტესტს ხმაურით გამოხატავენ. რაც შეეხება მეორე ნაწილს, რომელიც ამ ფორმას ეწინააღმდეგებოდა იმთავითვე და ზოგიერთი მათგანი არც ასე ვთქვათ გადმოსულა ამ ტერიტორიაზე თავისუფლების მოედნიდან, სავარაუდოდ ახლა არც იმყოფებიან საერთოდ მიმდებარედ და რჩება ის ნაწილი, რომელსაც ახლა მაყურებელი ხედავს კადრში. იყო დაპირისპირება, როგორც უკვე გითხარით და ახლა მაყურებელს შეუძლია ესეც მოისმინოს. მას გვინდა რომ ვისწავლოთ რაღაცა და გადადია კიდე. ხო, მინდა ომი რა გინდა. ხარშულო. ეცნაზივით რატომ ეკცევი? ამები! ნუ გადრავდეთ საქმეს, ამები! რატო ალეცინებ აქ ხალხს? რატო არ დგავა რა, დარვილეწები? და ნუ დგა. რას ქვია, არ დგა, მინდა და ვილეწები, შენ რა გინდა? მე მინდა რომ დავილეწო. ჩემს პრიმა თავისუფლება. ასე გამოიყურება ნაციონალური მოძრაობის და მსოფლიო ბანკ პაატა ბურჭულაძის მიერ დაანონსებული რევოლუცია, რომელსაც ისინი ასათაურებდნენ ეგრეთ წოდებული მშვიდობიანი დამხობის სახელით. დღეს, როდესაც წარსდგნენ თავისუფლებაზე და მიიღეს ეგრეთ წოდებული დეკლარაცია, რომლითაც ჩაატარეს, როგორც ისინი მიიჩნევენ, ეროვნული კრება და გამოაცხადეს, რომ მათ ხელში ახლა მთელი ძალაუფლება, ამის შემდეგ ხალხს მოუწოდეს, რომ უნდა გადაენაცვლებინათ და აქვე მინდა ხაზგასმით აღნიშნო, რომ მურთა ზოდელავას მხრიდან გაჟღერდა ასეთი რამ, რომ მამაკაცურ ძალას იხმობდა, რომლებიც უნდა გადმოსულიყვნენ სწორედ ამ ტერიტორიაზე პრეზიდენტის სასახლის მიმდებარედ. ამის შემდეგ, როდესაც გადმოინაცვლეს სასახლის ჭიშკარი, იქნა ასე ვთქვათ დაზიანებული, შეანგრიეს, მოგლიჯეს ჭიშკარი და ამის შემდეგ უკვე გამოვიდა სპეცრაზმი და იყო რეაქცია აქციის მონაწილეების მხრიდან ის, რომ ისროდნენ სხვადასხვა სახის საშუალებებს, მათ შორის ქვებს და ამ დრომდე ჩვენ ვრჩებით სწორედ ამ ტერიტორიაზე.